მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომენტი გრუპი ისევ წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო, ყველაზე ორიგინალურ და გასართობ შოუს გააცინე და მოიგე. თქვენ გინდათ თქვენი ხუმრობით, ცეკვა თამაშით, ანეკდოტით, ერთი სიტყვით იუმორით მოიგოთ თანხა. თქვენი ადგილი ჩვენს გადაცემაშია. მოდით, გააცინეთ ჩვენი ჟიური და დაბრუნდით სახში საკმაოდ სოლიდური თანხით. მაშასე, ჩვენი ჟიურის წევრები, მათი იუმორ შემოწმება არ ჭირდება. იუმორის გურუები ნიკოლო ზარაბიძე და კობა ბარათელი. ხო. მოგზადით ბატონო. გამარჯობა თქვენ შორის შევდგები. ასე მიყავს. ასეთი გამარჯობა, როგორ ახართ თვითონ? მაგას სპორტულ ფორმაში. სპორტულ ფორმებში ვარ, მე ცოტა მოვიკელი, ალბათ მეთქობა. ცოტა ისე ვარ. მეთქობა, რომ ცოტა მოვიკელი, მეთქობა. 10 კილო. 10 კილო მოიკლო. მაგრამ იარ დარბის და რამე ამ ბოჭი კი არ მოუკლია. აბა? ხელფასი დააკლდა. ნეტა რატო? იქ დაждდება და რო იცი დაждდება და იცის ნეტა რატო? ამიტომ დღეს მექნება პირი ამოკერილი. მოკლედ სპორტულები ვითვართ რა ორივე. მებოდიში რომ ოღონდ ოლიმპიადაზე არ მოვიდა. ცოტა ისე გამოვიყურები რა. ჩვენთან შედარებით. ხო, მაპატიეთ ცოტა. შენ მოგვატები. ისე როგორ ვარ განწყობაზე? ნუ რა, მე როგორც ყოველთვის კარგ განწყობაზე ვარ, ველოდები ძალიან დიდი ინტერესით გამოსვლელებს და ვნახოთ როგორ გაამართლებს ჩვენს დამსწრე საზოგადოების და ტელემაყურებლების იმედებს. რა თქმა უნდა, ბატონო კობა თქვენ რა სიტყვით? მეც მეც ვიტყვი, განწყობაზე ვარ. მეც კარგ განწყობაზე ვარ. ერთი სიტყვით მოლოდიში ვარ, ვინ გამოვა როგორ რა თქმა უნდა, და რამდენს მოიგებს მაშინ გთხოვ თქვენი აწილები. როგორც სახში ვიკონია, უკვე სახში ხარ. მე მინდა სანამ თქვენ დაბზანდებით, ახსნა ჩემი ბორდის დანიშნულება. აქ არის 3 ღილაკი და არის გიგანტური მონიტორი. მონიტორი აფიქსირებს ჩვენი ჟიურის სახეებს, ასე რომ ღიმილს ვერ გამოვაყარებენ, მაგაზე არ ინერვიულო, ჩაწყობა არ ხდება. არის დიახ, მაინც კამერები მთელ სტუდიაში განაწილებულია. არის 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს, რომ 1 წუთი წავიდა, თეთრი ნიშნავს, რომ მოვიდა და დამთავრდა, ხოლო წითელი ნიშნავს, რომ გაგვეღიმა და ფული დავკარგეთ ჩვენ, თორემ მონაწილე მოიგო. წესები ძალიან მარტივია. მზად ვართ, ვეთამაშოთ საქართველოს იუმორს? მზად ვარ. მე უკვე ესე ვარ. მაშასე, ჩვენი პირველი მონაწილე ციცინო გრიგალაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა თავისუფლად. აი, დელიკანტით. სასიამოვნოა. როგორ ბრძანდებით? არა გვიშავს. ძალიან კარგია, ძალიან კარგი. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ მობრძანდით ჩვენთან და სანამ მოგისმენდეთ. თქვენ ანკეტას გადავხედე და ძალიან ყვარებიათ პოეზია. დიახ. ერთიორად მისასალმებელი ფაქტია ეს. მეც მიყვარს ძალიან პოეზია, უბრალოდ რითმები არ გამომდის ხოლმე. ამიტომ ალბათ შესაბამისად მე უფრო პროზას რომ მივაწვე, ასე ჯობია. გადაშენეთ მე ვცადე პროზაში. ეს სპეციალურად გადაცემისთვის დავწერე მოთხრობა. ეხლა ატირებთ მოყვა. დავწერე და მოკლედ მოყვები. შენს ხუმრობას გავიგებ, გამაცინე მოიგებ. ეს არის პროზა. ჩვეულებრივი გრამატიკულად რომ არის პროზა, მაგრამ თუ იმერულად იტყვი, მაშინ ლექსი გამოდის. აბა? შენს ხუმრობას გევიგებ, გამაცინე მეიგებ. აპლოდისმენტები. გეიგებ, მეიგებ. ლექსი. ბატონო. ეს დრო მე ხوار დამაკლდა. არა, როგორ გეკადრებთ ხარ? არა, ქალბატონო ციცინო, არა. შეკითხვები ხომ არ გაქვს? არაფერი, მე ველოდები. საბავშვო ლექსები მაქვს დასაბეჭდიო. და თუ მოვიგებო იმ ფულით დავბეჭდავ. რა კარგი მიზანია. ჩვენთვის რა აზრი აქვს? ჩვენ რაღაც ავიკითხავთ საბავშვო ლექსებს და რა გავიზარდეთ? მე ვკითხულობ ბავშვების რა აზრია? მე დღემდე ვკითხულობ ბავშვები ხო წაიკითხავენ, ბატონო კობა, ბავშვები. ბავშვები რომ ყავს, ის გაახსენა. ქალბატონო ციცინო, თქვენ ხომ არ დაამატებთ სანამ წესებს აგიხსნით, რამე ხომ არ გნებავთ, ან მოკითხვა, ან მისალმება? მე მინდა მისალმება. თქვენი ნება? დიახ, კი ბატონო. მოგესალმებით მთელ საქართველოს და მის გარეთ მცხოვრებ ქართველობას, ჩემს აღზრდილებს, პედაგოგებს, რომლებიც ჩემთან ერთად ეწეოდნენ ამ მძიმე ტვირთს. მივესალმებით ჩემს სამ პატარა შვილიშვილს, ქრისტინას, კესარიას და ანასტასიას, ჩემს ნათესავებს, დისშვილებს სალონიკში, ზურა და დათო ტაბატაძეებს, ნიუ-იორკში გიორგი გელაშვილს, ისრაელში რამაზი შანიძეს, შვილო რამაზი, დაბრუნე დიმშ ჯანმრთელი და ბედნიერი.
აპლოდისმენტები მეგობრებო. მოლანი. ჩამოდით საქართველოში, ვიცხოვროთ ერთად. ვაძლიეროთ საქართველო. ბარით, თით და ველებით. მოვალ ყველგან და ყველასთან მოვალ მოგეფერებით. აპლოდისმენტები. აი ესეთ პატრიოტულ ნოტზე ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. ქალბატონო ციცინო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ესეთი გულში ჩამწვდომი სიტყვები იყო. მე თუნებას მომცემთ აგიხსნით წესებს. ჩვენ გვაქვს 5 წუთი. პირველი წუთი არის 50 ლარიანი, მეორე წუთი არის 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარიანი და მეხუთე 1000 ლარი. ადამდე ვინავა. მე მედი მაქვს რომ თქვენ ახლავთ პირველივე და ესე დავიწყებთ 1000 ლარი. თქვენ შეგიძლიათ მოგებული წუთის შემდეგ თანხა აიღოთ და წაბზანდეთ სახში, ან გააგრძელოთ თამაში, მაგრამ თუ გავაგრძელებთ და ვერ გავაღიმებთ ჩვენს ჟიურის, მაშინ თანხას დავკარგავთ. მზად ვართ? თქვა მტერმა. ზათარ. მაშინ 1 წარმატებებს გისურვებთ, 2 და 3. რომ შემომაგდეთ ახლა მე აქ ამ სცენაზე. არა ვარ სათანადოდ მომზადებული. რას უძახი მომზადებას? თქვენ და ლოცვილებო, მაკიაჟი მიშველის ამდენი ხალხი რო გავაცინო? პატარა დეგელევინებიათ რამე. რა დეგელევინებიათ? ჯო ერთი შამპანური გაწვა, ცხელ ხაჭაპურთენ ერთად. რა კარგია. ჯო ერთი ჭიქა არაყი. უიდე დავჩემო. ღვინო, 2 ჭიქა, ჯანდაბა. ყავა. გავჩერდეთ პირველი წუთი, ქალბატონო ციცინო გილოცავთ. ნიკოლოს ეგიმება. დაიცა მთავარი სათქმელი. ჯერ წინ არის და კარგია, 50 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. აგერიმა. წინ არის 100 ლარი. ვაგრძელებთ ქალბატონო ციცინო. ვაგრძელებთ. აბა, წინ მთავარი სათქმელი გვაქვს. ვის გაეღიმა? ეს რატო გამეღიმა? ახლა განა კი არ გამეცინა. აბა, რო დაიწყო სასწრაფო მომინდა და გამებადრა. სახენელნელა. ქალბატონო ციცინო, მე გახსენებთ რომ 1 წუთია ზოგადად დრო და ეცადეთ რომ 1 წუთში ჩაეტიო და გააცინო. წარმატებები წინ მეორე წუთია 1, 2 და 3. ყავა არ არის. დარიშხანი დაალევინე ბიძაშენს. აი ეს. ნიშა არ არის აქა სააკაშვილი. სააკაშვილი კი არ კაცო, ანტგულაძე. არ არის. რამ გაყო? ბარათელი. აქ ვარ. აბა. ხო, ბარათელი. ყობა. 24 საათი უყუნტი ვარ კომედი შოუს არხთან. ადექი შენცა და გაიცინი ამ ერთხელ არ შეიძლება. ვერ ხედავ მგად. სიცილი გენანება, თუ ხელფასი გენანება. ხელფასი გენანება. მე კიდე ხელფასი კი არ მინდა. მე მინდა სიცილი. მაინტერესებს სიცილი. შენი, ჩემი და სხვისი. ეგებ გაგხვადოს იოსომ, ჯანს საღიმილის ღირსი. მაინც არ გეცინათ. მოიხედეთ ახლა. გაიცა მთავარი სათქმელი. გილოცავთ ქალბატონო ციცინო, გილოცავთ ბიძაჩემას დარეკა დარიშხანისთვის. ძალიან დიდი მადლობა. უგემრიელესი იყო. მე გავიგონე, მაგლაბარაკიდან კიდე გამეცი. კი. გილოცავთ 100 ლარი თქვენია, წინ არის 200 ლარი. დაფიქრდით, აგრძელებთ თამაშს თუ არა? 100 ლარი არ არის ცუდი თანხა, რა ვიცი. ვაგრძელებთ. თუ არ ვაგრძელებთ? ისე ერთი მათქმევინეთ დროის გარეშე. დროის გარეშე, აბა. გისმენთ? თქვენ და ლოცვილებო. 100 ლარი რომ მოვიგე. ეხლა თუ არ გაგეცინათ, იმ 100 ლარს ნუ დამაკარგინებთ. არ შეიძლება. არა ბიძე, შენ ხო უბედურის ერთ. რას აი ეს ყველაფერი ქალბატონო ციცინო, დროში რო გეთქვათ, უკვე 200 ლარი გექნებოდათ. რატო კარგავთ ხუმრობებს? გააგრძელეთ თამაში და 200 მაგისთან გექნებოდათ. ხუმრობები მაქვს მილიონი. აბა მოგიგია თამაში და ეგ არის. რა ვქნათ, გავაგრძელოთ? ოღონდ კარგად დაფიქრდით, მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას. ჯო ამ მოგებულს ნუ დამაკარქინებენ და გავაგრძელოთ. მაშინ უნდა გავჩერდეთ და წავიღოთ 100 ლარი. როგორ დავიძაბე მეც და ყველა. მე შენი კითხე გულის მანკიანი. არ გინდათ, არ ინერვიულოთ, არ 100 ლარი არ ღირს მაგათ. რა შეგვით, ქალბატონო ციცინო? იქნებ 100 ლარი ვიკმაროთ. იწყებთ. მივდივარ რისკზე. მივდივართ რისკზე, მეგობრებო. მეგობრებო, აპლოდისმენტები. მაგრამ 100 ლარიც არ არის ცუდი. მივდივარ რისკზე. მივდივართ რისკზე. 1, 2 და მოვიგებ იმის დედაცვად. მოემზადეთ. 1, 2 და 3. არაბიძესა ნიკასო და სიზმრებია პიკასო. ეს თუ უბედურის ერთი არ არის, რამ დაასიზმრა პიკასო. იმისაკეთ ხალხი არავინ იყო. დაიბნა თურმე ნიკა და
პიკასო მუთხრა ნიკასო. შენ ხომ იუმორს პატრონობ. ხატვარი მითხარ ვინ გყავს. დაიბნა თურმე ნიკა და ვერ უპასუხა კითხვასო. ზლუქუნებს, ვეღარ ახერხებს, ენაზე მომდგარ სიტყვასო, რომ უთხრას. თქვენი პატრონი ბადალი ვინ გყავს, ბატონო პიკასო. დღესაც დაეძებს ნიკუშა, კარა ლეთელსა მკითხავსო, მოკვდა ის კაცი. პიკასოს კითხვის პასუხად რა გვარი უნდა ითქვასო. ის ჟიურის წევრი არ არის, ხო? თქვენ არ გაგიცნობთ? ესე იგი. კარგი იყო. ამ დროს ამოგაძრობენას. გალბატონო ციცინო, გილოცავთ 200 ლარი თქვენია. აპლოდისმენტები. სიცილის ზიოგებს ამოგაძრო. მაგრამ იმასაც დავამატებ გალბატონო ციცინო, რომ დარჩენილი იყო თუ არ ვწდები 7 წამი. 200 ლარი გარანტირებულად თქვენია. დაფიქრდით, ღირს გაგრძელება თუ არა? გულის მანკიანისთვის კაი ფულია. არა მარტო ყველა ადამიანისთვის 200 ლარი არის კარგი ფული. მე იმიტომ თქვი გასწო, თქვენ აკლდებით სიცილსა თორე მე რა. თან დამსახურებული 200 ლარია გალბატონო ციცინო. მე წავიღებ ამ 200 ლარს და მეცინებინეს ხალხი, მაგრამ არ მაძლევთ საშუალებას. არ მაძლევთ და წავალ ამ 200 ლარით და თუ არ დამეკარგებოდა გავაგრძელებდი. არ არის ეგეთი წესები გალბატონო ციცინო. ანუ 200 ლარზე ყვეთ ამას. ყვეთ 200 ლარზე თამაშს გალბატონო ციცინო. თუ მაინც რა ვიცი, აბა წინოთ 100 ლარიც არისო ამბობენ. თქვენ ისეთი ეშმაკები ხართ ამასაც დამაკარგი. გამიშვით. გამიშვით. მაშინ აპლოდისმენტები და 200 ლარი გავაგრძელეთ. იბრძანდით და დამსახურებული 200 ლარი თქვენია. აპლოდისმენტები დაახლოებით გავაგრძელეთ. გალბატონო ვიცი, ერთი შეიძლება იყოს ხალხი, მაგრამ დიდი მადლობა, კარგად გახდეთ. ძალიან გახარებული ვარ. იმდენად ფულის მოგებით არა, 200 ლარი მოვიგე, მაგრამ ძალიან საინტერესო ღონისძიება. აი სიცილი, ხალხი რომ გავაცინე, რომ ვაცინე, მე იმით ვარ გახარებული. ფული იმდენად არ მაინტერესებს. ძალიან კარგი ღონისძიება, მაგრამ მაქვს ერთი შენიშვნა. ხომ შეიძლება ის მოგებული თანხა შემდეგი გაუცინებლობის შემთხვევაში არ დაეკარგოს მონაწილეს. აი ეს ძალიან ცუდია. მე არ გავაგრძელე ახლა შეგნებულად, იმიტომ რომ ისიც არ წამეგო, რაც მოვიგე. აი შენიშვნას გთხოვთ გაითვალისწინოთ თუ არის მაგის საშუალება. ძალიან კარგი ღონისძიება, გახარებული მივდივარ სახლ. კარგი დასაწყისია. შვენიერი დასაწყისია, დახურე სეიფი, დახურე. კარგი იყო, ძალიან კარგი იყო. მიხარია ეს დასაკში, ადამიანები ესეთი ხალისიანები არიან. მისასალმებელია სხვა არაფერი. კარგია, მოდი გავაგრძელოთ. მაშინ ასე დუეტი ვლადიმერ ვაშაკიძე და გიგა ბეჟუაშვილი. აპლოდისმენტები. სალამი ბიჭებს, სალამი. გესალმებით ყველას. აბა, რამე შეკითხვები თუ გვაქვს, არ არის პრობლემა. ესე იგი ვლადიმერ ვაშაკიძე და გიგა ბეჟუაშვილი. კი. ქუთაისელი რომელია? ორივე ქუთაისელები ვართ. არა, ეს შეუძლია მინდორ მთელი ქართლის შევაჯერეო, ვიხსენებდი რომელი ქალაქია ეს თქვა. არა, ახლა მისამართს თუ დაწერ ასე კონკრეტული ჯობია. ადამიანმა ადვილად მოვა. ესე იგი ვლადიმერის ჰობი არის პაპიროსი და ამისი არის გიგასი უჰობო. როუდო პაპიროსი თუ დააჩა კაცი უჰობო. პაპიროსი. სორო. არა, მაგდროს უნდა უთხრა, ჰობი არის პაპიროსი. მომაწევი ერთი შენი ჰობი. ძალიან საინტერესოა. ლაიქი ჰობია თუ ის. განათლება გიძარია ძალიან კარგი. ქუთაისელებს საერთოდ ძალიან კარგი განათლება გვაქვს. ზოგადად. ქუთაისში ვარ ნამყოფი. რა ხდებოდა? ქუთაისში ვარ ნამყოფი. ესე იგი, საქმიანობა, გაზეთის დახევა, ჰობი, უჰობო, მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას, მეიც ერთი თუ ზმახა. 18 წლის ბიჭი, რატო გაქვს ჩაქნეული ცხოვრებას? ხეთი ასე გავაგებია. არა, გაზეთის დახევა რო საქმიანობა კაია, მაგრამ და ხელფასი როგორია გამომუშავებაზეა თუ გაზეთის გააჩნია რამდენ გაზეთს დახევ დღეში, ხო? გამომუშავებაზეა რა პრინციპში. დახევაზე და დანგრევაზე კი ხართ მარჯვეთ.
შეგვიძლია დავიწყოთ მე სად ვარ ბიჭები? არა მაქვს არაფერი. მაშინ წარმატებებს გისურვებთ 1, 2 და 3. სიტუაცია ბრაზილიურ სერიალში. Ach, Serginho. Kiss me, Jorgito. შენ რო ფერარი ყავდა ის დავამტვრიე, Serginho. ასე რო იქოქებოდა იგი? ხო. ძალიან მაგარი დასაწყისია. პირველი ხუმრობა, პირველი 50 ლარი. რატო გამეცინა? კარგია. ჩემი მანქანაც მართლა ასე იქოქებოდა. ასე იქოქებოდა. კარგია, გილოცავ. არა, ახალი რო იყო მაშინ არ იქოქებოდა ასე. თავიდან არა ხო? მე ბოლოს იცის ხოლმე. ჩემს ხელში დაიქოქა. იცის მანქანა. თქვენ 50 ლარი მოიგეთ. მე 12 წამზე პირველი ტური წარმატებით გადავლახეთ. ნუ შეკითხვა მაინც დილობის ამბავია, ვაგრძელებთ ხო რა თქმა უნდა. მაშინ 1, 2 და 3. სიტუაცია გულკეთილი შაჰაბასი. 1000 ოქრო იმას. ლადო. Kiss me. ისა და დებილი შვილი მყავს და რა ვქნა? რა ქნა კი არა, აღარ ქნა, შეგაჯერებულო. ლადო, შენ თუ იცი როგორ აფეთქდა ჩერნობილი. როგორ? კაია. შეგ სიტუაცია. ლადო, შენ ძმას რომ სუქანი გოგო რომ ცოლად რო უნდა და რომ მოეყვან, ეგ მოიყვანა ცოლად? მე იყვანა, მაგრამ რა თქინდა? მე რა თქინდა, ასე ისე გითხე. აი, ასე რა არის, პრობლემა? ლადო, მეგობრებო, ერთი წუთი. რა იყო? ამოვისუნთქე რა. ესე სუნთქვაც აღარ შეიძლება ამ სახელმწიფოს თუ რა ხდება. ნუ არა, უცნაური ამოსუნთქვა იყო, მაგრამ ღიმილს წააგავ და ამიტომაც 100 ლარი თქვენია. გილოცავ, კაპიტალები. ამაზე ცოტა დიდი გამჭირდა ისე ჩაგრავე მაგრამ ჟიური წევრებს ისე ჩაგრავე რა წააგავდაო ის კი არა რომ გაგეღიმო არა ნუ წააგავ შემიძლია გავამეორო შენ უკან მთელი ტელევიზია და კამერებია მე შემიძლია ვამეორო და ვამეორო გავამეოროთ არა მეც მაინტერესებს აბა როგორ ამოვისუნთქე გავამეორო აი როგორ ჩაგვეცინა თურმე ბატონო კობა ესეც ხდება უცნაურია მაგრამ ესია კი ეს ხო არ ჩანს რაღაცინა ვაგზელებთ კი რა კარგი წინ არის 200 ლარი მე ისევ წარმატებებს გისურვებთ 1 2 და 3 სიტუაცია უდარდელი მეფე ვეზირო გისმენ მეფეო ხლავე შეკრიბე ლაშქარი ვეზირო რა ხდება მეფეო მტერი შემოგვესია არა მტერი მაგრამ ტყილა ვარ დავიცი ლაშქარი გევერთვით სოდას აი შევგრიბო ისე რა უნამუსუები ვართ ლადო ეს ბიჭები და უზრდელები ვართ რა შეგაიდეთ მომიშულო გოგოს რო ურთხამ ხელს არა გაფეხი მართალია ის დარტყი ფეხი აცო ლადო შენი ცალი ჩემი ცალი არა ბიჭო სირცხვილია რასამო ამდენი ხალხი გვეყურებს ბიჭო აი ხო ბიჭო ჩავიდე საბერძნეთში დაიწყენ მუშაობა და გამოგიზავნია მამუკა ბატონო მამუკა გელა სახშია კი სახშია გელა ხეთ რა იქნება ბატონო გელა ბატონო შენი მეზობელი გიორგი სახშია კი სახშია დაუძახე რა ბატონო გიორგი ბატონო ტროტინა სახშია კი სახშია დაუძახე ბატონო ტინა სადახა რამდენი კალია გიზახე შეკალო ლადო შენ თუ იცი საიდან გაჩნდა ჭანჭიკი ჭანჭიკი გაჩნდა მანჭიკის მანჭიკი ჭანჭიკის ჭანჭიკი იკოლოს გაგეღიმა მე გაგეცინა და ბოლოს ჩაახვენა ეს დავინახე ეს ჯაჭვური რეაქცია ბიჭები ბოლოს გადავრჩით 4 წამი იყო დარჩენილი არა მიულოცოთ 200 ლარი დამსახურებული ო რა შვებით რა რიცი ჩვენ მადლობთ არა გვიჩოს და აბა ნახოთ რა გავჩერდე კარგი იდეა დამებადა იმიტომ რომ ისევ ფიქრობ რომ თან ხუბრობებიც არ არის ძლიერი ვითომ ხო ვითომ კი არა მართლა ხო და გავჩერდებით 200 ლარზე ჯობია და ისე კარგი გავჩერდეთ 200 ლარი თქვენია ყველაზე კარგი ხუმრობები რო ამოარჩიო და ისე უფასოდ წავკითხოთ და უფასო უკაპეიკო ერთი გქონდა ესეთი ძალიან ბინძურად ჩავთვალეთ, მაგრამ არანაირი არ არის, გავაკეთებ ბრძანებელი. აჰა. ბრძანებელი იწმინდავს ყურს. თავისი ტრია. მე გვაქვს 200 ლარი. ავიღოთ 200 ლარი, ავიღოთ. აპლოდისმენტები. გაიგოთ წელი. დიდი მადლობა. ეს რაღაცისას კარგად ჩანდებოდეთ. დავაცილოთ, გელოდებით კიდევ დიდი მადლობა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი პროექტია. მოვიგეთ 200 ლარი და დიდი მადლობა ამისთვის. გააცინე და მოიგეს. წადეთ ხალხო ბედი ნამდვილად.
მცდელობა ყოველთვის კარგია, შეიძლება გაგიმართლოთ, არ გაგიმართლოთ, მაგრამ დამირწმუნეთ რომ ღირს. ნუ განსხვავებულს მეც არაფერს არ ვიტყვი, ძალიან მაგარი პროექტია, მობრძანდით და მოიგეთ. წარმატებები გააცნე და მოიგეს. წარმატებები გააცნე და მოიგეს აუცილებლად. დიდი მადლობა. ორი 200 ლარი გავიგეს ეს. რაც დავამატე. ჩვენიერი ბიჭები, ხო? ჩვენ რაღაც დავამატებ, რაც გვაქვს ისიც უნდა აიღონ. ანუ ესე პარლამენტი გადმოდის ისევ თბილისში, ჩვენი ბიუჯეტი მიდის ქუთაისში. ეგ არის. მეგობრებო, მე მინდა შეგახსენოთ, რომ არა, 200 ლარი არ არის ტრაგედია. მაგრამ წინთელი თამაშია და ვიცი რა ვიცი ეს ისე რომ რო იცოდეთ ანუ მაინც რო გახდით იმიტომ ლაპარაკობ თორე მე წონაში კარგად ვარ ახლა კი შემდეგი მონაწილე ოთარ მამასახლისი აპლოდისმენტები გურთი გამარჯობა შეგიძლიათ დამობრძანდეთ ზემოთ მე მგონი პენალს საპირებდა ეს ბატონი ოთარი ახლა ყველასთვის ნაცნობი სახეა ის ნიჭიერშიც გამოდიოდა ჩვენს რუსთავიორის პროექტში და მე ვიცნობ დიდი ხანია თავისი ფეხბურთის სიყვარულიდან გამომდინარე. ანუ ჰობი უწევია ფეხბურთი. და მე ფეხბურთი მეგონა ჩვენი ნაკრების ჰობი თუ იყო. რამ კაცრი ხარ, რამ კაცრი. ამ შემთხვევაში 20 ჰობი რო არის ეს გასაგებია რა. ჩვენ ფეხბურთელებს არ მოვახმარ ჩემს სოშლს და დავეხმარებით ჩემს ძმას. კაც თან იუმორის ნიჭიც აქვს და თან ძმის დახმარების ნიჭიც. ორივე დროულად. პაროდიები შემიძლია და ხო, ყველა გენაცვლები და თქვენზეც მაქვს ლექსი, აი, ნიკა არაბიძეს. ჩემზე? ახლა ეგ თქვენ უნდა გადაწყვეტოთ როგორ გაიგებთ. გამზადებული ქონიათ ყველაფერი, შეგვიძლია დავიწყოთ. ნიკა არაბიძეს დავიწყე, მე გადავალ ქეცფარი და მე კიდე როგორც გაგეხარდება. მაგრამ ეს ყველაფერი დრო შეიძლება ეგ უცბა გადასვლა. რაც გდება აჯაბსანდალივით შეიძლება ეს? როგორც გაგეხარდეთ თქვენ თავარია სასაცილო იყო აჯაბსანდალი კი არა შემწვადი ბრატიჯანი მოყევით თუ გინდა. კაი შეგმაზოლე თუ იქნება არა აქვს. დავიწყოთ? ემრიელი იყოს. დავიწყოთ. 1 2 და 3 ნიკა არაბიძეს ნიკოლოზ მაგრად გიხდება მუდამ თვალის როლში კიევში მე რო ვიყავი მივირთვი ხორციან ბორში შენ ოჯახთან გაიხარე დაგელოცოს ბოშვი ძილი გიყვარს გეძინება იუმორზეც გეცინება თემურ ქეცბაიას 9 ქვეყანა მოიარა 9 ზღვანახა და 9 მთა ყენიე მართვალეს არ იძახებ მეტი რაღა უნდა ვთქვა ნაკრების წარმატებლობა მაგიცია თავზე თხა საქართველოს ფინათა ყველას ხედო ერთიანი ინგლისზე სუდია კონდეს შენი წეტია მოიგეთ ერთი სარგაიხო 50 ლარი აპლოდისმენტები რამდენ წამში გავაკეთე 50 ლარი თქვენი რამდენ წამში გავაკეთე მეთქი რამდენ წამში აღარ მაგდა 25 თუ 26 არ გაჩერდით არ გვაცადეთ უბრალოდ კარგია 50 ლარი თქვენია ესეთი ტემპით ეხა არც დავსვავ შეკითხოს ვაგზელებთ რა თქმა უნდა ვაგზელებთ ვაგზელებთ 1 2 და 3 პანაშვიძე შემოუარა რა ტიპმა შევიდა ესე და რამდენი წლის იყო ეს სუბედურია და 92-ისო რაო დამატებით დროში მოგდარაო შემდეგ მატარებელში მიყო ყავს კოჭრიშვილი იმ შვილმა ამოიჩევა მამა ჯარში უნდა წავიდაო რა ბიჭო აქ ვინდა მანერუდა იქ სნაიპერი აწვალოო კალაძის პაროდია წავა კალაძის ენერგეტიკა ოი სად მიდიხარ სად ილოცავს თქვენ 100 ლარი გაქვთ აპლოდისმენტები ელება კალაძის პაროდია ენერგეტიკა 100 ლარი თქვენია გამომდი ბიჭებო რა მეგობრებო კოლეგებო რა არაფერი მაგარი პაროდია იყო ალასანი ეს 100 ლარია კარგია მაგზელებთ როგორც დინამოზე მაგ ლექსი მაგრამ არ გაგეცინებათ ცადო სასაცილოდ არ ვიცი აბა არ ვიცი თბილისი დინამოზე შეიძლება 100 ლარი დაკარგოთ რომელიც მოიგეთ აი მაგანგალებს უკვე ნუ ნერვიულობთ გადასარევად ვიდიხართ ჯერჯერობით ვაი და არ გაეცინოს მე მაგას ვიხარ ვაი და დაიკარგოს 100 ლარი მაშინ იქნება ავიღოთ 100 ლარი და წავიდეთ 100 ლარი ამ ტემპში ვილაპარაკობ მეც რა ვიცი 100 ლარი არ არის ცოტა
მოპიკრებისათვის დრო 9 საათი. ნახევარი საათი არა. ეცა. დინამოზე გაგეცი. ხანდახან რისკი ამართლებს, ეს შენი ბოროტი მხარეა. ხანდახან ჯობია არ სომხებზე და გადის. წავა, სომხებზე. შეიძლება? რა ვიცი. სლავიკა და გარიკა. ერთი წუთი. დავიწყო ანუ. დავიწყო. ესე იგი, ანუ არ ვიცი ხა ეს შენ როგორც მე ჟიურის წევრი ვარ, საშიში არის. საშიში არის, როგორ არის? საშიში არის კი. მარტო ეგ ერთი თუ გაქვს და სხვა მე თუ არა. სამობით არის, მოდი რა გავრისკავ რა. მაშინ 1, 2 და 3. სომხები არიან რა. ოვიკ, გარიკა სად არის თო? დედა სახმარობს. ეგ როგორ თო? პამაგაეთ რა. სლავიკა და გარიკა არიან მეზობლები. და ეუნება, სლავიკ, შენთან იყო პოლიციელი თო? შენ რა იცი თო? შენი ცოლი ფეხზე მეც არ იცი? შენ რა იცი თო? მე ჩამოწეთე. სენატორომ გამოდივარ, თქვენი ტაშის ხმები მესმის, ბაცონ და მქამაგობს. ახლა თვითონ ლეო მესი საქართველოს უკვე მხედავს, მედაულია სწრაფად პეპსი, მე ხა წარმომიდგენია, მიყურებს ქუჩა რიონ გესის. იმაში ვიყავი რა, უკრაინაში ვიყავი. რუსეთში ვიყავი, ივანოვაში ვიყავი. იქ ბევრი მჭამე სმეტანა. პარიკმახერი, 20 წლის, გოგო გავაპე, სვეტლანა. აი მე 3 წამი, აი! სვეტლანამ, რა ვიცი. სვეტლანამში. ეს თქვენია, ჩემო. რა, მანამდე აგვეკენწლა ესეთ რაღაცები გვექნა იქ. მანამდე გამეკეთებენ. რა ვიცი. ხო გავაფრთხილე ეს ადამიანი. თვითონაც ხო ნერვიულობდა, რა ვიცი. მაგრამ კარგი თამაში იყო. თქვენ შეგეძლოთ 200 ლარი მოგეგოთ. სხვადასხვა უფლება აღარ. როგორ არა გაქვთ უფლება, მაგრამ ხო, უბრალოდ ერთი მინდა უთხრა 2000 რომ მას არ ქონდა დალაგებული ალბათ ეს თავისი. ხო, საფურცელიც დაეკარგა. იმის მიხედვით ხო და ამიტომ კრისტიანო მქონდა, მესი მქონდა ეს რა შვება. და ბოლო ცოტა უხამსი იყო, ხო? ნუ ბოლო ცოტა უხამსი დააშავა არის. სვეტლანამ. ცოტა უხამსი არ იყო. სვეტლანა აკტა უბრალოდ თუ დარჩენი ყველაფერი. ქართული მე ვიყავი ივანოვაში. მართალია სმეტანა გემრიელი ანუ არაჟანი. მაგრამ ასე სახალხო ჭამა მაინდა-მაინც არა ცოტა უხერხულია. ასე ჭამა. ამ რჩევების გათვალისწინება ძალიან კარგი იქნება. ჩვენ შეგვიძლია კიდე მოგიწვიოთ, შემდეგშიც მოხვიდეთ და წადოთ. უფრო დაალაგებულად ხუმრობები, ნაკლებად ინერვიულოთ, იმიტომ რომ გამოცადეთ ეს ყველაფერი. მე პირადად წარმატებებს არა უშავს. ამაზე ნერვიულობა არ ღირს. მე წარმატებებს გისურვებ და ეს აპლოდისმენტები თქვენ არ გაგზავნებოთ. არა უშავს. არა უშავს, ცხოვრება ასეთია. მე საერთოდ უბედო ადამიანი ვარ და არ გამიმართა. ასე რა ვქნა, აბა რა უყო. გული არ არის გასატეხი. სხვა დროსაც შეიძლება მონაწილეობას მიიღება. უფრო დახვეწა და ყველაფერი ნორმალურად შეიძლება გაკეთდეს. ბიჭებო, მეგობრებო, კოლეგებო, რას ვიტყვით? ნუ მე რა შეიძლება აღნიშნულ გამომსვლელს ამ თუ აღნიშნულზე მაინტერესებს. ხო, უბრალოდ ახლა მინახავს ეს ადამიანი მე და ძალიან კარგად აკეთებს ფეხბურთელების პაროდიებს რაღაცებს აკეთებ. უბრალოდ მას არ ქონდა ჩამოყალიბებული დალაგებული, უბრალოდ რა უნდა გაეკეთებია, ამაშიც დროც დახარჯა, ვერ გადაწყვიტა, ცოტა ის იყო რა ქვია დაძაბული. ამა ყველაფერი ალბათ შეუშალა ხელი იმაში, რომ თავის საუკეთესო მხარე წარმოედგინე ჩვენ. მართალია. და ნიკოლოზ დამეთახმე, რომ ისიც ძალიან საჭიროა, რომ იგრძნო, რომ უნდა შეწყვიტო თამაში. ეგ ალბათ ეფექტი აუცილებელი საჭიროა. რა თქმა უნდა. კარგი, შემდეგ მონაწილეზე გადავიდეთ, ეს არის ნინელი ტუტუნაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა კაბადორი. ცენტში დადგეთ. აბა გისმენთ, მეგობრებო, რამე შეკითხვა? მოგესალმებით. თქვენ ანკეტასაც გადავხედე. საქმიანობა უმუშევარი ბრძანდებით. და ჰობი გაქვთ მიყვარს შახმატის თამაში ძილი. მიტომ ხო არა ხართ უმუშევარი რომ ძილი გიყვარს? არა. ანუ ეს არაფერს შევასწავლეთ. ხო, ინერვიულობ. შახმატის თამაში ძილის დროს გიყვართ თუ ისე ძოლები? არა, ძილის წინ. ძილის წინ. ну რა ვიცი მე რა მინდა რომ სხვა არაფერი არ მინდა რომ ადრე მეც მეყვარდა შახმატი ახლა უფრო ჭადრაკს ვეტანები ჭადრაკი შეგვიძლია დავიწყოთ მე ალბათო ნინელი თუ მკითხავთ და რამე შეხსენება წესების ხომ არ გჭირდებათ არა ვიცი ვიცით დავიწყოთ წარმატებებს გისურვებთ 1 2 და 3
კახეთში ისეთი სიცივეა მზე ვახო ბიჭიკაშვილი დუბლიოკით ამოდის. მამი ხისწებო სადა გაქვს კიდევ გაიტეხე თავი. ის მიხო კინოში შედის ორივე არ უშვებენ ცხოველებს რა უნდათ კინოშიო რა ცხოველი რიცხოველი ესა ჩემი ცოლი ესა კიდე ჩემი სიდედრეო. კახელი გურიას ჩავიდა გაიშალა პურმანლი ცოტა რომ შეზახორშენ გურულებმა დაიწყეს სანცობა. კაცო ამბობს კახელი აქ ვინმე რომ გაგიჟდეს როგორ უნდა გაარჩიოთ. რაც ხის მასალა გაძვირდა კახელების ფასმაც აიწია. მიხო ქუთაისში გაიშალა პურმანლი ადგამ მიხო და გარეთ გამოვიდა შემოვიდა შარვალ სიკრავს ხალხში მასპინძა შეცხოდა ხალხს ყურადღება რომ გაფანტოს ეუბნება დარეკეთ ბატონო მიხოვე მივიხო დავრეკე აბა სულ შავინახამდი კახელი ვირსაყიდის მყიდველი ეუბნა ძვირიაშვილო ძვირია ვერ შეწუდება თუ არ შეწუდებით პატარა მოიყვანეო აისა ნიკოლოზ გაეღიმა იყო ეს იყო ქალბატონო ნინელი არ შემიძლია არ თქვა 5 წამი იყო დარჩენილი. ბოლო 5 წამი, მაგრამ ნიკოლოზ გაეღიმა და თქვენ მოიგეთ 50 ლარი. მადლობა. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში, 50 ლარი დაკმაყოფილდეთ ან გააგრძელოთ. თუმცა აი დრო ცოტა მაშინებს მე პირადად, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. გავაგრძელებ. გააგრძელებთ. თქვენი ნება. აპლოდისმენტები. 1 2 და 3 მიხო ცოლთან ებიურობს და ეუბნება ქალო კუდი რომ არ გაბია მე ხამუშებაო მიხო პახმელიაზე რა არჭამ არაფერი შველის მარო ეუბნება გავიხადო მიხო გაიხადე იქნებული მაინც ამერიოსო მიხო მტყუფის წალი შეერთო ეკითხებე როგორ არჩევ არჩევრო მიხო ყავას და ლევ სანაძლოს გააჩნიაო კახელმა ლობიო დაალგა მწკრივო და თითებით აკეთებს ესე. მეზობელი ეკითხება, რას აკეთე მიხო, პიანინოს უკრავო. მე ხმარო არა აქვს, ხმას რო შევჭამ ექნებაო და პირით აწრებუნებს. მიტო ბალეტი თუ გინახავს, ბალეტისა ხალხს ხაშლამასავით რომ ჩამოატარებენო. მიხო გაიგე თურმე თეფშები დაფრინავენ, ხაშლამითა. მიხო და მიტო ნებიურობენ ალაზნის პირა, თავლიდან ორი ვირი გამოვიდა. შეხედა მიხომ და თქვა, არ გავკარპიც უნდასა. მიხო სიდეთს ასეინებს ვენახში. ყოჩაღ მიხო როგორ ყარებია სიდედრი. დრო ქალბატონო ნინელი დრო ამოიწურა. სამწუხარო დრო ამოიწურა. შეგვეძლო 50 ლარი აგვეღო, მაგრამ თქვენ გარისკეთ და ნუ სამწუხაროდ დამარცხდით. ბატონო ნიკოლოზ, რა სიტყვით დღევანდელ გამოსვლაზე ქალბატონო ნინელის? რა ვიცი, პირველ რიგში მე მოხარული ვარ რომ მობძანდით მაგრამ მე ანეკდოტებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები მაქვს ზოგადად რაღაცებზე ნუ მე იმიტომ არ ვამბობ რომ ეს რაღაც ჩემ სპეციალობას ასე რომ ვთქვათ ეხება ზედმეტნაკლებად აი ეს ჩემი აზრით ცოტა აი ახალი რაღაცები რო ყოფილიყო ანეკდოტებში იქნებოდა ძალიან კარგი იმაზეც როცა პირველად გავიცინე ის ერთ-ერთი საყვარელი ანეკდოტია კახელზე ვირს რატო კიდე უბრალოდ მე ცოტა სხვანაირი თვითონ ზვირს რო ყიდის და რატო ყიდი ვირსო და ამდენად ყიდიოდა ნუ $1000 თუ 2000 დაუფასა და ვერ შევწდები ზვირო რო ვერ წდები შვილო მიდო ყიდი თუ არა ამდენად ვირს კაცი გაყიდდა ეს ძალიან კარგი ანეკდოტია ასე ეს თვითონ ნაცნობი ანეკდოტია ხო ნაცნობი ანეკდოტა და ნუ ჩემი სურვილი იქნება რომ თუ კი მომავალში მობძანდებით, მოხარული ვიქნებით და რამე აი უფრო ახალს შემოგთავაზებთ იქნება მისასალმებელი ჩემი მხრიდან. ძალიან კარგი. ბატონო კობა, რამის ხომ არ დაამატებთ? მეც იგივეს. იგივეს. ნუ მაშინ ქალბატონო დიდი მადლობა რომ მობძანდით. რჩევები გაითვალისწინეთ, თქვენ შეგიძლიათ ისევ მობძანდეთ ჩვენს გადაცემაში. აპლოდისმენტები გავაცნობთ. მადლობა. კარგი გადაცემაა, მაგრამ ძველი ანეკდოტები მქონდა და არ გაეცინათ. მოგებით ახლა ვერ მოვიგმა. შეიძლება სხვა დროს მოვიგოთ. თავარი არის მონაწილეობის მიღება. და არა მოგება. ისე არ შემიძლია მეც არ თქვა რომ ძალიან რთული გახდა ახალი ანეკდოტის მოძებნა, მოფიქრება თუ რა ვიცი, იშვიათად მესმის ახალი ანეკდოტები. სულ ძველი, ოღონდ ვიღაცა კარგად გიყვება და თავიდან გეცინება, ვიღაცა ვერ გიყვება და თავიდანვე აჩუმებ. კი ბატონო. ხო. მე ვთვლი ზოგადად რომ თუ კი ანეკდოტს ყვები და თან მით უმეტეს იცი რომ ეს ანეკდოტი ყველა მიცის. ხო, ან უნდა ყვებოდე რაღაც სასწაულად. ხო, ძალიან კარგად. ან მაშინ, რა ვიცი.
ანეკდოტები ძალიან რთული ამბავია. ანეკდოტები რთული თემაა ზოგადად. კი, გეთახმებით. მე მყავს ერთი გურული მაგაცი შენც ყავს ის მაგაცი გოჩა. ის კავენში ერთი და იგივე ანეკდოტი რომ მოყვეს 100ჯერ 100ჯერ გაგეცინება. ნუ ეგ ახლა ყვება ისე. ვარსებობთ ესეთი განსაკუთრებული ხალხი. ხოდა შენზე ყვებოდი გოჩა ამას მე ამას შენ მიგეკანა. ძალიან კარგი, ვნახოთ შემდეგი მონაწილე რას იზამს. ზვია დაბულაძე აპლოდისმენტები. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან ახლოდან ხარ ჩამოსული ხულოს რაიონიდან. ხო. ახლო. საქმიანობა გიწერია ძალიან საინტერესო. გრაფაში საქმიანობა არ ვარ უსაქმური, მაგრამ არც საქმიანობას დავარქვევ და რა საკეთებს ვერ გავიგებსა და არც საქმე რო არ არის, მაგრამ არც უსაქმური. ცუც არ ვაკეთებ არაფერს. არა, ცუც რო აკეთებდე. რა ვიცი. მე რატო არა მაქვს ეს? შენ არ იყავი ღირსი. მე შეკითხები არა მაქვს, შეგვიძლიათ. დავიწყოთ. შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს, იურის წევრებს. ბატონო კობა, შეკითხვა ხომ არ გაქვთ? არ მაქვს სამკეთო. უბრალოდ ვაიცკი. შეკითხვა რანაირად მექნება. ნუ, ეგეც მართლა. უბრალოდ მაშინ ადამიანი შევხვდა ხო? ჩემ თავზე ავიგებ ამ ყველაფერს ბატონო ისე უმახიანად შემოვიდა და გამიქრა ყოველგვარი შეკითხვა. ბატონო ზვიად, გეტყობათ რომ ნერვიულობთ, ნუ ნერვიულობთ პირველ რიგში. მომახიანად თქვენ იცით 1 წუთი თქვენია. მზად ვართ. 1, 2 და 3. ოტია იოსელიანის პაროდია. სერიალი როა იქი. ერთ მომენტში არავინ არ წობა, არავის და მეორე მომენტში ყველა წობა და ყველა აწობა. ნათესაური მიწოლმოწოლა. ეხლა პრეზიდენტის პაროდია. საქართველოს ყველაზე ძლიერი ქალაქი არის სოხუმი და ჩვენ ის უნდა გავაცილოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეღივე რაღაცას იქ გადასვალეთ ხე. გაიცით. ძალიან მაგარია. კარგი იყო. კარგი იყო. მაგარია. ცოტა თამამად, რა კარგი რაღაცა პაროდიები გვაქვს. ცოტა უფრო თამამად. ბატონო ზვია, თქვენ მოიგეთ 50 ლარი. კარგი დასაწყისია. ვაგრძელებთ თამაშს. ვაგრძელებ, ცოტა ნერვიულობ, მაგრამ არა უშავს. არა უშავს, არაფერი გაქვს სანერვიულო. ესე თუ გააგრძელებთ, არაფერია სანერვიულო დამიჯერეთ. არა, იმაზე კი არ ნერვიულობ, რომ 50 ლარი ვერ მოვიგო. ისე არ გამომივათ პაროდია, ამაზე ნერვიულობ და რა საკეთებ. მაგაზე ნერვიულობა არ ღირს. ჯერ ხომ უნდა ვცადოთ, რომ გავიგოთ გამოგვივა თუ არა. ისევ შვენივრად დაიწყეთ, რომ რა ვიცი, პირველი ორი. რა ვიცი, მე ისევ წარმატებებს გისურვებ, დავიწყოთ და ახლა ვნახ. ნორთო დრო? კი. 1, 2 და 3. ეთერკაკულიას პაროდია. და მე არ მინდა სხვანე ტარება, ხო, კაირა. ნანი ბრეგვაძის პაროდია. ხვარდობის თმეს როგორ გამოძლომატა. თქვენ კიდე ნერვიულობით. სანერვიულო არაფერი არ არის. საერთოდ არაფერი. 100 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები 100 ლარი. წინ მესამე წუთია 200 ლარიანი. არა, აღარ შემიძლია და ვეღარ გავაგზავნე. 100 ლარს დავკმაყოფილდებით. არ გამომივა რა. იქნებ არა. მაშინ აპლოდისმენტები. უბრალოდ ოღონდ მე მინდა პირობა ჩამოვართვა. ბატონო ზვიაცო კიდევ გვეწოვა გადაცემაში და ახალ პაროდიებს გავიგეთ. კი ბატონო, ნახოთ მომავალში. და კაი, ახლა არ აგზერეთ, მაგრამ იქნებ რამე პაროდი გაქვს, ისე რომ გააკეთო. ჰა? ისე ვიტყვი, მაგალითად. ხო, ისე. კი ბატონო. კახელის პაროდია. კახელის ახლა კონკრეტული ხო ახლა წავიდე ზოგადად კაცი. არა, ვეღარ შეუძლია. აღარ ისე ვამბობ. კი ბატონო, კი ამაშგარი. კახელი გოგონას აქვს ის დაბადების დღე აქვს და მოწვეული ყავს სტუმრები და არც ეკობენ არავინ და წამოდგა და იცეკვეთ გოგოებო, რას უზიხართ ხა? აი, ორასლარი შეცდოდა, მაგრამ არაო, არა. დამსახურებული 100 ლარი, დამსახურებული 100 ლარი. ვენიერ პაროდია. ძალიან დიდი მადლობა. აი, ხარ დიდი მადლობა. დიდი მადლობა კიდევ გვეცი.
კიდევ გვესმის. ნახვამდის. ნამდვილად კარგი გადაცემა არის. ქართველ ხალხს იჭირდება ასეთი გადაცემები, რამე თუ იუმორის გარეშეც ძნელია რომ ყოველდღიურ ყოფას გაუძლოს ადამიანმა. დიდი მადლობა რუსთავიორს და უსურვებ ყველას წარმატებას თუ მოიგებენ თუ არ მოიგებენ, არც ეს არის გულის დასაწყეთი, რამე თუ გართობა ზოგჯერ ფულზეც უკეთესია და იუმორი. მარტო ფული არ წყვეტს არაფერს. გამაგარი პაროდია. ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარი. კარგი იყო ძალიან. აბა, გამაგარი. მოდი შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. ნუ მე დავიწყებ ბოლოდან, ასე რომ ვთქვათ, მე მგონი ყველა ვიხალისეთ ძალიან ბატონ ზიაძე. ნუ ახლა რა გითხრათ, ალბათ ყველა მიცინეთ გულიანად მის პაროდიებზე და ეს კონკურს გარეშე პაროდია სერიოზული იყო. კი, ძალიან. არა, ერთნაირი კანცოვი ქონდა ყველა პაროდიას. მოვიდე. ავიც ზოგადად მე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. პირველ რიგში ქალბატონებს მინდა გადაუხადო მადლობა. და მისასალმებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ასეთ ასაკშიც აქვს შენარჩუნებული იუმორის გრძნობა, კარგი ხასიათი და ვისურვებდი, რომ სულ ასე კარგ ხასიათზე იუმორის განწყობაზე ყოფილიყოს, არა მარტო ჩვენი აქ გამოსვლელი საზოგადოება, მთლიანად ჩვენი ქართველი ერი ქონოდეს ამის განწყობა ყველას, რომ ვიყოთ კარგ ხასიათზე. მე უგრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ახალგაზრდებსაც, ასაკოვანებსაც შედარებით და ასე შემდეგ. და რა ვიცი, გამოვყოფთი რა შეეხება დღევანდელ მოწვევებში ჩვენს ბოლო. კი ბატონო. მონაწილეს ძალიან მე პირადად ახლა იმიტომ კი არა ქუთაისელებს გამოვყოფთი. ქუთაისელებსაც. არა, ნუ ეგ ახლა მე უბრალოდ არაფერი ეგ ახლა შენ ნუ ხარ ის რაღაცა. არა, ორივეს რო ეგუეთქვა არ გამოვიდოდ ახლა ლამაზად ერთი შეთქეთ, გადავანაწილეთ უბრალოდ. ნუ მე რა დამჩენია, მე თქვენ გიხდით ძალიან დიდ მადლობას, თქვენ გიხდით ძალიან დიდ მადლობას, თქვენ გიხდით ძალიან დიდ მადლობას და გეპატიჟებით აქ ერთ კვირაში. იუმორს არც სქესი გააჩნია, არც ასაკი. მობზანდით, მოგვიგეთ ფული და დაბრუნდით სახში. ნახოთ.